ავტოკრატიის და დიქტატურის, როგორც ესენი იძახიან, რომ საქართველოში ავტოკრატია და დიქტატურა ყარდება თუ დამყარდა თუ რაღაცა რა. ამათის არის თავარი ქვაკუთხედი არის შიში სისტემისგან გამოწვეული საზოგადოებაში, ხო? ეს არის თავარი ამბავი და გავიარეთ ჩვენ 9 წლის განმავლობაში ეს შიში საზოგადოებაში სისტემისგან გამოწვეული, ხო? ეს იქნებოდა პატიმრების წინააღმდეგ თუ მათი ოჯახების წინააღმდეგ თუ ესე ვთქვათ საზოგადოებაში გამეფებული შიში იქნებოდა ეს თუ თვალთვალის თუ მოსმენის თუ რაღაც ყველანაირი, ხო? დღეს ეს შიში აღარ არსებობს. არ არსებობს ციხეში შესვლის შიში, იქ წამების შიში, არ არსებობს ბიზნესის დაყაჩაღების შიში, არ არსებობს საზოგადოებრივად საჯაროდ დაფიქსირების რაღაცის შიში, რომ გინდა ციფრულ ქსელებში, სოციალურ ქსელებში იქნება თუ ტელევიზიებში, არ არსებობს ეს შიში. ეს რანაირი ავტოკრატიაა, მითხრათ. თავარი, როდესაც არის ავტოკრატიის დამოხასებელი ქვაკუთხედი არის საზოგადოებაში გამეფებული შიში, ხო? აი დავუშვით როგორიც იყო ნაცისტურ გერმანიაში ვთქვათ, ხო? აი როგორიც იყო 9 წლის განმავლობაში აქ. ეს ისეთი არ იყო, ხა დავუშვით როგორც ისა რა კამპუჩიაში იყო ის რა ქვია პოლპოტის არ შემდგარი პოლპოტები იყვნენ ესენი აქ რა, ვინც ამას ყველაფერს აკეთებდნენ რა. ხო და თავარი ეს მინდოდა მე თქვა რომ ეს შიში არ არის და ეს შიში არის თავარი ის ამბავი, რასაც თქვენ გინდათ რომ იყოს საქართველოში, იმიტომ რომ ეს ყველაზე უფრო თავარი რაც არის დღეს საქართველოში და მიღწევა რაც არის ეს საზოგადოებრივი შიში არის მოხსნილი. არავის სახში აღარ გონია რომ ვინმე შემოგივარდებიან, ძალიან გადაგიღებენ იმაში რა ქვია საწოლში და იქ იმაში რაც ხდებოდა ხო გავიარეთ ხო? გინდაც ბიზნესში შემოგივარდებიან და გინდა ძალიან გადაგაფორმებინებენ ღამის 3 საათზე. გინდა ეს აღარ არის ეს მოხსნილია და ამიტომ ავტოკრატიას ვერაფრით ვერ დაარქმევთ ამას რა.